შატო მუხრანის რეალური ისტორია ნანა ჯანელიძის მოკლემეტრაჟიან ფილმში. რეჟისორმა ახალი ნამუშევრის მთავარ გმირზე ივანე მუხრან-ბატონის როლზე ცნობილი მსახიობი კახი კავსაძე დაამტკიცა. გადასაღებ მოედნად ქცეულ მუხრან-ბატონთა აღდგენილ სასახლეში დღეს კინოსა და თეატრის სხვა მსახიობებიც შეიკრიბნენ. ღვინის წარმოების ორსაუკუნოვანი ამბავი და თაობიდან თაობას გადაცემული მუხრანული ღვინის ისტორია. ფილმის გადაღებების ბოლო დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო დეტალებზე ლიზა ციციშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ. საქართველოსა და ღვინის ისტორია ისევ ერთმთლიანობად იქცა. მოკლემეტრაჟიანი ფილმი ორსაუკუნოვან ისტორიას დაიტევს და ივანე მუხრან-ბატონის მოღვაწეობას და ღვინის წარმოების ამბავს ასახავს. მოკლე ვიდეორგოლში ივანე მუხრან-ბატონის მთავარ როლს მსახიობი კახი კავსაძე თამაშობს და კეთილშობილი სასმელის წარმოებისა და ცნობილი მეღვინეების სურათს აცოცხლებს. პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედლით დაჯილდოებული მუხრან-ბატონი მუხრანის სასახლეში ბრუნდება. შატო მუხრანის ისტორია ფილმში სწორედ აქედან იწყება. ეს სოდნა შენდა გადასცემს. ჩემი მამულებიდან, მხოლოდ ჩემი მამულებიდან მოდის ამბობს ეს ადამიანი. ზაკი არა გაფანტული, ეს განსაკუთრებული არის. ამ განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს რეჟისორი და ამის ინფორმაცია მოდის მაყურებელთან და როგორ გააკეთებს ამას ყველაფერს ხალხთან ნანო უფრო დეტალურად, უფრო კარგად, უფრო შვიდად აგიხსნით. თაობიდან თაობაზე გადაცემული მუხრანული ღვინის ისტორია რეალურ ამბებზე რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ ააგო და ამ ფილმის მთავარ თემად აქცია. გადასაღებ მოედნად მუხრან-ბატონის ისტორიული სასახლე შეარჩია. ეს არის ფაქტურად ქართული ღვინის ისტორია და ღვინის და საქართველოს ისტორია. ისინი ყოველთვის ხდება შატო მუხრანში გამოწვეული იმითი, რომ ივანე მუხრან-ბატონი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დიდი წარმოება ჩამოაყალიბა ღვინის და გაქონდა ეს ღვინო ევროპაში და რუსეთში გასაყიდად. და ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი იყო ეს როგორც ღვინის წარმოებაში, ისე ქართული კაპიტალიზმის განვითარებაში. მუხრანული ღვინისა და მისი წარმოების ორსაუკუნოვანი ეპოქა ისტორიული გმირებით ცოცხლდება. სცენარის შექმნამდე ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორები არაერთ ისტორიულ დოკუმენტს გაეცნენ. პირველი შატოს წარმოება ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა ივანე მუხრან-ბატონმა ჯერ კიდევ 1878 წელს დაიწყო. ფილმში მოქმედება სწორედ ამ დროიდან იწყება. ბაგრატიონთა საგვარეულო მამულში მიმდინარეობს შატო მუხრანის საიმიჯო რგოლის გადაღება. ამ რგოლის მიზანია, რომ მაყურებელს ვაჩვენოთ შატო მუხრანის ამეფურად კეთილშობილი სასმელების შექმნის ტრადიცია. ჩვენი მიზანია, რომ ყველას ავუხსნათ ეს უნიკალური ისტორია, რომელსაც ფაქტობრივად ყველა ქართველს შეუძლია რომ იამაყოს. გადაღებები დღეს დასრულდა. მუხრან-ბატონის ისტორიული სასახლის რეაბილიტაცია კი საბოლოოდ 2013 წლის ზაფხულში დასრულდება და ღვინის მოყვარულებს უახლოეს მომავალში უმასპინძლებს.